დღეს წითელი ყაყაჩოებით პატივი ყველა იმ ადამიანს მიაგეს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა სკოლებში მოსწავლეებს იმ ფილმს უჩვენებენ, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის პერიოდს ასახავს. რა მოუტანა საქართველოს 70 წლიანმა გასაბჭოებამ. უახლეს ისტორია, რომელიც უნდა გვახსოვდეს დღეიდან ქვეყანაში ოკუპაციის კვირეული დაიწყო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტში დაფიქსირებული ამ მუხლისა და საბჭოთა რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად 1921 წლის თებერვლის მეორე ნახევარში მოსკოვმა დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელება დაიწყო. წითელ ბელადებს საქართველოს ანექსიაზე ბრძანება უკვე გაცემული ჰქონდათ. ის რაც მოხდა 1921 წლის ზამთარში ეს იყო რუსული იმპერიული პოლიტიკის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დადებული ქონდა ხელშეკრულება და რუსეთს აღიარებული ქონდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მიუხედავად ამისა რუსული პოლიტიკის ბუნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ეს იყო ტყუილი და რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან დროებითი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსია და ქვეყნის ოკუპაცია. ეს სისტემებია, რომელიც დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში გამართული ღონისძიებების მთავარი თემა იქნება. უკვე მეორე წელია ქვეყანა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების შემდეგ თებერვლის ბოლო კვირას საბჭოთა ოკუპაციის კვირეულს აღნიშნავს. ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ახალგაზრდებს 1921 წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად გააცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკა ევროპის ქვეყნების მიერ აღიარებული სუვერენული სუბიექტი იყო, დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციას საბჭოთა რუსეთი ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა. რუსეთი არ ერიდებოდა ისეთ ქმედებებს, რასაც მოგვიანებით უკვე საერთაშორისო კანონმდებლობამ ტერორიზმი უწოდა. საბჭოთა ბოლშევიზმი არ არის არც სუფთა გაგებით სოციალისტური პოლიტიკური იდეოლოგია, არც კომუნიზმი, არამედ სოფლის ისტორიაში ალბათ პირველად და იმედია უკანასკნელად გამარჯვებული საერთაშორისო დონის ტერორისტული ოპერაცია. 1921 წლის 20 თებერვალს საქართველოს შეერაღებულმა ძალებმა თბილისისკენ წამოსულ წითელ მე-11 არმიას უკან დაახევინეს. უმძიმესი ბრძოლიდან მეორე დღესვე პირველმა რესპუბლიკამ პირველი კონსტიტუცია მიიღო. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაცია და ქვეყნის მიერ გავლილი გზა დღეს ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შეახსენეს. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ეს იყო ბრძოლა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, იმ საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც იყო მაშინდელი ევროპული ღირებულებებით სავსე და ამის მოწმე არის ის კონსტიტუცია, რომელიც 21 თებერვალს იქნა მიღებული. ეს არის ნამდვილი გვირგვინი კონსტიტუციას გქონდეს ყოფილი, ეს კონსტიტუცია არის ნამდვილი გვირგვინი ქართული სახელმწიფოებრების. ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაზეთმა პრაიმ-ტაიმმა სპეციალური აქცია დაიწყო. გამომცემლობა წითელი ყაყაჩოებით პატივს ყველა იმ ადამიანს მიაგებს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირა. ამ ღონისძიების პარალელურად საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლებში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ გადაღებულ ფილმს აჩვენებს. როცა ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსის ოკუპანტი ჯარი ჯერ კიდევ ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ არ აღვნიშნოთ წითელი ყაყაჩოთი ეს ხსოვნის დღე. არ აღვნიშნოთ იმ გმირების 8 წლი, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. იმპერია, რომელიც მოკლა იუნკერები კიდე არსებობს. ის აგზელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ საზოგადოებას განსაკუთრებით მოსწავლეებს, რომელსაც საბედნიეროდ არ მოუწია ამ ბოროტების იმპერიაში ცხოვრება, კონდეს სრულად გააზრებული, თუ რასთან არის ასოცირებული ეს ბოროტების იმპერია. საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 25 თებერვლის ჩათვლით 20-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება.